ამ ხანაგმა მაკაბოჭორიშვილმა რაღაცები ვერ გაიგო. მიზანი ამ სანქციების არის, რომ დაასუსტონ რუსეთი. და ეხლა თქვენ მითხარით, იმედის და პოზიტივის დასანქცირებით, როგორ ხდება რუსეთის დასუსტება. არა და რა არის გაუგებარი? პოზიტივის და იმედის სანქცირება ხომ ივანიშვილის რეჟიმს ასუსტებს. ფაქტია, წინააღმდეგ შემთხვევაში რატომ გამოჩნდებოდა ივანიშვილი ქართული ოცნების პოლიტსაბჭოზე. ფაქტია, რომ ივანიშვილმა ჩათვალა, რომ კობახიძის წონა არ ეყოფოდა იმ ზიანის კონტროლს, რაც მას იმედის და პოზიტივის დასანქცირებით მიადგა. ტელეიმედი და პოზიტივი, რომ რეჟიმის კონტროლის ქვეშ მოქმედი ორგანიზაციებია, ამას არც მაკაბოჭორიშვილი უარყოფს. ქართული ოცნების მიერ კონტროლირებული არხები არ არიან? და რა და მერე ის, რომ მოდით მოусმინოთ იმ შხამს, რასაც ივანიშვილის რეჟიმი სწორედ ამ ორი პროპაგანდის ორგანოს მეშვეობით ავრცელებს. ჩვენ ვართ რუსეთუმები, მე ვარ რუსი. როცა რუს მეძახიან, მე ვერ ხვდები რატო არის ეს ჩვენთვის დამამცირებელი. ბრიუსელი ვერ ეგუება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს. მათ არ სურთ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი, სურთ დამოკიდებული. ევროკავშირის მომავალი არ აქვს. იქ სადაც სიბნელეა და რასაც მომავალი არ აქვს, იქით გზა არ არსებობს. რატო არის უკრაინის დამარცხება, ჩვენი დამარცხება? უკრაინის დამარცხება არის ჩვენი გამარჯვება. არა. ახლა მოდით მოусმინოთ თავად რუსეთის ხელისუფლება და მისი პროპაგანდისტები როგორ აფასებენ ივანიშვილის და მისი რეჟიმის ღვაწლს რუსეთის ეროვნული ინტერესების წინაშე. 2008 год, когда прошлая была операция по принуждению к миру с Грузией, которая тоже там НАТО, шмата и так далее. Вот знаете, сейчас премьер-министр одной страны заявил о том, что его страна не присоединится к финансовым и экономическим санкциям Запада против России. Как вы думаете, это премьер-министр какой страны? Это премьер-министр Грузии, Гарибашвили. Грузии. То есть специальные военные точечные операции работают спустя 14 лет против их поведения, то есть мозги все-таки прочищают. У меня лично изменилось отношение к действующему грузинскому руководству. Но мы видим сигналы, которые подает новое грузинское руководство. ხოდა აი ამ ყველაფერს თუ ნახავთ ამ ხანაგო მაკა, მაშინ აღარ გაიკვირვებთ, რატომ განიხილავს თავისუფალი სამყარო ივანიშვილის რეჟიმს პუტინის პროქსი რეჟიმად. თუ იმასაც შეიმჩნევთ, რა ტალღაა დაძრული მთელ მსოფლიოში და როგორ ვიწროვდება რუსეთი სამხრეთ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, სამხრეთ კავკასიაში, შეიძლება მერე ისიც იოლად გაიაზროთ, რომ თქვენც აი ამ ტალღაში მოყევით და პოზიტივის და იმედის სანქცირებით დასავლეთმა რუსეთის პროქსი რეჟიმს მიაყენა დარტყმა, ანუ თქვენ. ასე რომ კი, ივანიშვილის რეჟიმის დასუსტება, რუსეთის დასუსტება და როდესაც ქართველი ხალხი რუსეთის პროქსი რეჟიმს დავამარცხებთ, ეს არა მხოლოდ ქართველი ხალხის, არამედ მთელი თავისუფალი სამყაროს გამარჯვება იქნება.